დასკვნა უკვე დადებულია და უკვე უპრეცედენტოდ კრიტიკულია. ამერიკისგან მაგნიტსკის სია კიდევ 2 ქართველით შევსებულია. ევროკავშირისგან დიპლომატიურ პასპორტიანებისთვის უკვე ვიზების რიგები გახსნილია, ხოლო ბრიტანეთისგან ესტონეთისა და ლიეტუვის მსგავსად პერსონალური სანქციები დაწესებულია. ხო და სანქცირებულებიც ხომ არ იფიქრებდით 1 მარტზე. გლობალური მაგნიტსკის სანქციების პროგრამის ფარგლებში შეერთებული შტატების სანქციებს უწესებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძეს. რას ნიშნავს აღნიშნული სანქციები? ვინ არის ჯეფრი საქსი და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ანალიზი გიორგი ლაბაძესთან ერთად, რომელიც ამერიკის მცოდნეობის დოქტორანტია და საქართველოს ევროპული ინიციატივას წარმომადგენელი. რამდენად შეიძლება იყოს ეფექტური სანქციები და რამდენად მნიშვნელოვანია საერთოდ პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ ხედავთ საგარეო ასპარეზზე. საერთოდ ჩემი აზრით დიდწილად თავისთავად ხადია ეს გამიზნულიც არის კონკრეტულად ვახტანგ გომელაურის მიმართებით, იმიტომ რომ იგი მხილებული არის ადამიანის უფლებების იმ ძირითად დარღვევების, სადაც ადგილი ჰქონდა ბოლო 1 თვის განმავლობაში, მაგრამ ჩემი აზრით ახლა ეს შედარებით უფრო სიგნალიც არის თქვათ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ვიცით რომ ამ ყველაფერში ესე რომ თქვათ პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია, ხო? მაკრონის ზარის არ იყოს. აქედან გამომდინარე, ეს პირველ რიგში სიგნალია, მაგრამ აი მაგნიტსკის რაც შეეხება, აი რა დროს გამოიყენებენ ხოლმე ადამიანის უფლებათა დარღვევების დროს აი ამ სახის სანქციას, ხო? ეს არის პირდაპირ წერია სხვა შორის, ესე იგი ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში გუშინ ეწერა, რომ როდესაც ისეთი სახის ადამიანის უფლებათა დარღვევა ხდება, რომელიც იწვევს დესტაბილიზაციას სოფლიოს ფარგლებში. ანუ წარმოიდგინეთ, ის რაც მოხდა ჩვენ ქვეყანაში, შეერთებული შტატების, ესე იგი, სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგადად ხელისუფლების მოსაზრებით, დესტაბილიზაციის გამოუწევია მთლიანად რეგიონში ფაქტობრივად, ხო? ეს რაღაც ჩვეულებრივი სისხლიანი ძალადობა. ამიტომ მოხდა სწორედ ამგვარი სანქციის დაწესება, თორე ხა სხვა მხრივ არც შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა რომ მომხდარიყო, ამიტომ რომ ამერიკელები როგორც ვუყურებთ ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში, იგივე პირველი რუსული კანონი, მეორე რუსული კანონი, ხო, თავს იკავებენ ყოველთვის და იკავებდნენ, რომ ცოტა მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანათ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, მაგრამ ამ ურთიერთობებს ძალიან დიდი ისტორია აქვს, ეხა მაინც მინდა რომ აღვნიშნო ამის შესახებ, იმიტომ რომ არ ვიცი რატომღაც ხანდახან განხილული არის ხოლმე, რომ ვითომ ციდან ჩამოვარდა თუნდაც ეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, თუნდაც ეს ყოველწლიური ასობით მილიონი დახმარებები და არ არის მარტო ამ ფულზე საუბარი, კიდევ ბევრი სხვა სახის გაცვლით პროგრამებზე და შემდეგ საუბარია და ეს კეთდებოდა და შენდებოდა 30 წლის განმავლობაში. ეს ძალიან რთული პროცესი იყო და თუნდაც შეიძლება არ მოგწონდეს თქვა შევარდნაძის ხელისუფლება და რაღაც, მაგრამ შევარდნაძის დროსაც კი იყო ხალხი, დიპლომატები, რომლებმაც მე ზუსტად ვიცი, ჩემი ლექტორები იყვნენ და თავი თვითონ აქვს ნათქვამი, რომ დილის 6 საათზე ვიღაც პირობითად კონგრესმენის რაღაც, რა ქვია, გამოსვლას ელოდებოდნენ, რომ რაღაცა ეხვეწა და ეთხოვათ, რომ საქართველოს ყურადღება მოექციათ და ეს ძალიან რთული პროცესი იყო და ამ ყველაფრის დაფასება სჭირდა, მე მგონი სულ ცოტა. აქედან გამომდინარე, ცოტა დასანანი არის რა, ყველაფერს თავი დავანებოთ, აი არ ნიშნავს არაფერს სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობა, ეხა ხელშეკრულება ეს თქვა კობახიძემ თქვა, მაგიტომ მინდა რომ ხაზი გამესვა. მთავარი ფიგურა, ვინც ამ სანქციების ფონზე ალტერნატივად წარმოაჩინა ქართულმა ოცნებამ, ისე როგორც ვნახეთ მაგალითად კიმბერ ლოუს შემთხვევაში, გახდა ჯეფრი საქსი. ჯეფრი საქსი, რომლის ინტერვიუსაც ახლა ქართული ოცნების წარმომადგენლები ძალიან ხშირად ციტირებენ და აუცილებელია ისიც ითქვას, რომ ტაკერ კარლსონთან ჩაწერილ ინტერვიუზე ლაპარაკი, რომლის გამოც უკვე არაერთი კრიტიკა ისმის საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ანტისემიტური გზავნილების გამო და კიდევ სხვა კონსპირაციული თეორიებისკენ მიდრეკილების მქონე რესპონდენტია და არა მხოლოდ რესპონდენტი, ხშირად ტაკერ კარლსონის მიმართაც იგივეს ამბობენ. მაგრამ ჩვენი შეფასება რომ არ იყოს
საპირწონე ეხლა კობახიძის კომენტარები საინტერესო იქნებოდა თქვენი შეფასება, ვინ არის ჯეფრი საქსი, რა როლი ენიჭება მას, როდესაც ვხედავთ, რომ მაგნიცკის საპირწონედ გვიყენებენ ადამიანის კომენტარებს, რომელიც ამერიკაში Deep State-ის ვარდნაზე და ზოგადად ამერიკის მიერ საქართველოში ცდილობებზე არის საუბარი, რომ დესტაბილიზაცია შემოიტანოს. ვინ არის ეს ადამიანი, რა ლეგიტიმაცია აქვს? ნუ ეხა კიმბერლი ლოუზე ბევრად მეტი წონა აქვს, პირდაპირ გეტყვით ამ ჯეფრი საქსს, მაგრამ როგორც ასეთი გადაწყვეტილებების კუთხით ეხლა ეს უბრალოდ მეცნიერი არის, საერთაშორისო ეკონომისტი სხვათა შორის ძირითადად და ნუ ის არაერთ ტაკერ კარლსონი არაერთხელ ყოფილა ვთქვათ სხვა შორის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც კი ყავს ადრე ჩაწერილი მაქვს ნანახი მისი ინტერვიუები, მაგრამ სანამ გადავალ უშუალოდ ჯეფრი საქსზე, მაგ კონტექსტში ერთი რამის თქმა მინდა, აი ყურადღება რომ მივაქციოთ რა, ეს ქართული ოცნების პროპაგანდა ძირითადად რაზე არის ორიენტირებული. მაინც და მაინც იმ პიროვნებების მონახვად დასავლეთში, რომლებიც ლობირებენ საქართველოს მიტოვებას. და ანუ ეს არის ჩვეულებრივად საქართველოს, ესე იგი, საქართველოსთან გასვლა დასავლური ძალების და ჩინეთისთვის ან რუსეთისთვის ჩაბარება. ანუ ამას ესეთი ტიპის ფიგურებს პოულობენ პრინციპში. ერთ-ერთი არის ჯეფრი საქსი. ეხლა ეს ჯეფრი საქსის მოსაზრებები არაერთი მიმართულებით იყო ურთიერთსაწინააღმდეგო. ხა ისრაელზე ამბობდა ძირითადად, რომ ამერიკისთვის ისრაელი არის ძალიან წამგებიანი, ესე იგი ჩვენ რამდენი ომი ვიომეთ ისრაელის გამო და თქვათ იმ კონფლიქტურ მიმართულებებს ეხლა რაც ისრაელის გარშემო მოხდა, აბრალებდა ისრაელს. როდესაც პრინციპში ჰამასმა დაიწყო ეს ტერორისტული თავდასხმა. საქართველოს რომ დავაბრუნდეთ, ტრამპის კარზე რამდენად არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით შესაძლოა ლობირებდნენ საქართველოს არ მიტოვებას, იმიტომ რომ დღეს ირაკლი კობახიძე შეიძლება სუბიექტურად მომეჩვენა ესე, მაგრამ ძალიან ეჭვიანად უყურებდა უკვე ტრამპის 20 იანვრის შემდეგ მდგომარეობას, იმდენჯერ ახსენა, რომ შეძლებს თუ არა ტრამპი დაამარცხოს Deep State-ი, ეს გამოჩნდება სწორედ საქართველოს მაგალითზე, ჩანდა დაახლოებით 4-ჯერ 5-ჯერ თქვა ეს, ანუ ეს ტკიოდა მას, რომ 20-ის შემდეგ, ესე იგი მოსალოდნელიც არის დიდწილად, რომ შეიძლება ჭყალებში ვერ დაამარცხოს Deep State-ი და გლობალური ომის პარტია ესეც ახსენა ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგზე ტრამპმა. რამდენად არის მოსალოდნელი სწორედ ეს, რომ ეხლა პრინციპში მე მეღიმება პირადად და გამისწორეთ თუ კი არასწორი ვარ, როცა მეღიმება ასეთი ტიპის განცხადებებზე, რომ გლობალური ომის პარტია ყავს ტრამპს დასამარცხებელი საქართველოს მაგალითზე, მაგრამ რა შეიძლება ველოდოთ ზოგადად 20 იანვრის შემდეგ? საერთოდ იქ Deep State-ზე ერთი ის მოსაზრება იყო, რომ გახარიას დაურეკეს Deep State-დანო, ხო? 2019 წელზეა საუბარი და ამ დროს ჯერ ტრამპია კიდე პრეზიდენტი და ესე იგი ტრამპშიც ადმინისტრაციაში Deep State-ის ნაწილია, ხო? ეს მნიშვნელოვანი მომენტია ჩემი აზრით. მაგიტომაც რო დღეს ქონდა ცოტა ეკლექტური განცხადებები და ასევე ბევრი ეჭვი ისმოდა მის სიტყვებში უკვე. აქამდე ამაგრებდნენ ქართულ პროპაგანდაზე ვისაუბრეთ და ნამდვილად იყო ესეთი ნარატივი, ძალიან ძლიერია ეს ნარატივი ქართული ოცნების წიაღში შიგნით, რომ ტრამპი როგორც იტყვის ისე იქნება და ტრამპი ისე იტყვის, რომ ჩვენ გადავიტვირთებით. როგორ იქნება რეალურად თქვენი აზრით? ეს მე თავიდან მომეჩვენა, რომ ეს იყო მაქსიმალურად დროის გაწევლის მომენტი. ჯერ კიდე ნოემბრიდან დაწყებული რამის, მოკლედ რომ რაღაცნაირად 20 იანვრამდე მივიდეს ისე საქმე, რომ მე ყველაფერი გადაწყდება, ხო? მე სულ ვიზახე ხოლმე, ხა ჯერ ერთი თუ ესეთი კონსერვატორები და პატრიოტები არიან, რატო ელოდებიან ამერიკის პრეზიდენტს თავიანთი ქვეყნის ჩვენი ქვეყნის პრინციპში საკითხის გადაწყვეტაში, ხო? ეს ერთი და მე კიდე ეხლა ტრამპის ადმინისტრაციას ერთადერთი პრობლემა აქვს, რამაც შეიძლება გარკვეული ეჭვი გააჩინოს თუ როგორი პოლიტიკა იქნება ჩვენთან მიმართებით და ეს არის ძალიან ბევრი საქმე. აი მაგის გარდა არსებითად მეტი პრობლემა არ არის. ბევრი საქმე არის შიდა საკითხები, იმიტომ რომ იქ დემოკრატებმა დატოვეს გარკვეული პრობლემები იგივე იმიგრაციასთან დაკავშირებით, რასაც გარდაქმნა დაჭირდება და ძალიან ბევრი საგარეო მიმართულება, როგორიც არის პირველ რიგში უკრაინის ომი, ისრაელის და მისი მეზობლები და ნუ ჩინეთთან სავაჭრო დაპირისპირება. ეხლა ამ კუთხით ჩვენ სად მოვყვებით ეგაა პრობლემა იდეაში, თორემ ის რომ ეხლა ტრამპს მოეწონება ის ხალხი, რომელიც ჰამასთან ერთად რაღაც სიკვდილი ამერიკას ყვირის ჯერ ერთი და მერე კიდე ჩინეთთან დებს სავაჭრო კი არა და პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომელიც ამერიკასთან აქვს მანამდე დადებული, ხო? ეს ცოტა აბსურდია, იმიტომ რომ როგორც ასეთი ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს
მისი მთავარი მოწინააღმდეგე და როგორც ასეთი აღქმადობა თუ ვინ იყო მთავარი გეოპოლიტიკური მეტოქე, რუსეთი კი არა, ჩინეთი იყო. ამდენად ეხა ბოდი შეგაწყვეტინე, სწორედ გუშინ მქონდა ინფორმაცია, თუ გუშინ წინ ვიდეო კამერების სათვალთვალო ჭკვიანი ეგრეთ წოდებული კამერების შესყიდვაზე სწორედ იმ კომპანიიდან, რომელიც თორსებს სწორედ ტრამპის დროს დასანქცირდა ჩინეთში, ამას აკეთებს ეხლაც დღესაც ირაკლი კობახიძის არის გასაკვირი, როდესაც თქვათ ირანული ნავთობის კომპანიები გამოდიან საქართველოზე, რომლებიც დასანქცირებული იყო ტრამპის დროს ამერიკის მხრიდან, ხო? ხო და ამდენად ჩვენი საკითხი ირანთანაც ბმაშია და ჩინეთთანაც ბმაშია, რომლებიც არიან მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანები განსაკუთრებით დონალდ ტრამპის. ამდენად მე პირად არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ თქვათ ქართული ოცნების მიმართ რაღაც სიმპათიებით განწყობილი ადამიანები იქნებიან თავის ადმინისტრაციაში. პირიქით, ეხა მე მაგალითად მოვიყვანდი მაიკ უოლცის და მარკო რუბიოს კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც ძალიან მაღალ თანამდებობებზე არიან საგარეო პოლიტიკურზე. პირველი საერთოდ სახელმწიფო მდივანი იქნება მარკო რუბიო და მაიკ უოლცი კიდევ ერთ-ერთი ლობისტი იყო ქართული საკითხის 20 წლიდან მოყოლებული და სხვა შორის ჯერ კიდევ მაშინ იძახდა სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს 4-5 წლის წინ. ამდენად ეხა არ ვიცი, რამდენად შეიძლება გქონდეთ მათ გადატვირთვის მოლოდინი. ამას დავამატებთ იმ ჯო ვილსონს, რომელიც რესპუბლიკელი არის, ხო? და როცა რესპუბლიკელები ეს ყველაფერს იკავებენ, ასე ვთქვათ, ეხლა რესპუბლიკა გაიმარჯვეს ისე, რომ სენატიც მათია, ქვედა პალატაც და პრეზიდენტიც და ეს აადვილებს საქმეს, იმიტომ რომ თუ ეხლა ჯო ვილსონი ბაიდენს ეუბნება და ბლინკენს რომ დროზე დაასანქცირეთ, ეხლა უკვე თავისი თანაპარტიელები არიან იქ ყველანი და ეს მისთვის გაამარტივებს საქმეს, ესე რომ ვთქვათ. თუმცა მაინც ბოლოს გავაკეთე შეჯამება, როგორც ჯერჯერობით მიმართულებას ვხედავთ, კი, ბევრი საქმე აქვს ამერიკას ძალიან, მაგრამ მაინც მოიცალა ამ სანქციებისთვის, ხო? ამდენად არც ტრამპის პირობებში მგონია, რომ მაინც და მაინც ვერ ნახონ დრო ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი თემისთვის. ჩინეთის ურთიერთობის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება ესეც აუდიტორიისთვის, რომ მას შემდეგ რაც გომელაური ამერიკისგან დასანქცირდა, ის შეხვდა ჩინეთის ელჩს. ანუ საპირწონე ალტერნატიული ცენტრი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობს საქართველოს ქართული ოცნება შექმნას, დასავლეთის საპირწონე ცენტრი არის ჩინეთი, რომელთანაც აი თუ იქ დაგხვდება სანქციები, ჩვენ აქ ყოველთვის გვექნება მისაკაკუნებელი სივრცე. იცით მამი ამ შემთხვევაში, იცით სწორად მინდა გამიგოს მაყურებელმა, აი როდესაც თქვათ რუსებმა წაგვართვეს აფხაზეთი, მაშინ ხო დაიწყო საქართველოს ალტერნატიული ძალების ზებნა, როგორც მოკავშირეების და წავიდა ევროპაში და ამერიკაში. ეხლა წარმოედგინეთ, ქართული ოცნება რაღაც იგივეს აკეთებს. ოღონდ სრულიად აბსურდულად, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს მათი აზრია და არა საზოგადოების უმრავლესობის და მერე კიდე ეს ამერიკა არათუ გვართმევს, არამედ არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტიაა შეერთებული შტატები. და არავის არ ქონდეს ილუზია, რომ ამერიკის გარეშე, თუნდაც სამხრეთ ამერიკა არ აღიარებდა აფხაზეთს. იმიტომ რომ ჩინეთსა და რუსეთს აი ამ სამხრეთ ამერიკის რეგიონში ძალიან დიდი გავლენები აქვს და ძალიან დიდი შანსები იყო, რომ იგივე აი ამ დაწყებული ბრაზილიიდან თუნდაც და სხვა ქვეყნებიდან სხვა ერთი ქვეყანა რამდენიმეს გაატანინა კიდეც ამერიკის შეტანში არჩევა კიდეც და რეალურად ჩვენი სუვერენიტეტის და ერთიანობის ერთ-ერთი ძირითადი გარემოება. ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება და მადლობა ამ პერსპექტივის შემოტანისთვის. სანქციების შესახებ საუბრები ისმის ევროკავშირიდანაც და არა მხოლოდ საუბრები. უკვე გადაწყდა, რომ დიპლომატიური პასპორტების მქონე ასობით მოქალაქეს საქართველოში სავიზა შეზღუდვები დაუწესდებათ და სანქციების ხასიათი სამომავლოდ ამით არ შემოიფარგლება. თამარ ნუცუბიძე ბრიუსელიდან. ახლაც გრძელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების საბჭო, როგორც აქვე ეძახით, სამიტი, რომელსაც ესწრებიან სწორედ ამ ორგანიზაციის ლიდერები და განსახილველ საკითხს შორის არის საქართველოც. არაერთმა ლიდერმა, აი აქ სწორედ ამ ადგილას, როდესაც მოვიდნენ და გააკეთეს წინასწარ განცხადებები, ნაწილმა თავისივე, ესე ვთქვათ, სიტყვაში მოიხსენიეს საქართველო, ნაწილს კი ჟურნალისტებმა დაუსვით შეკითხვა, თუ რა შეიძლება ველოდოთ. თქვენ კარგად იცით, რომ აი ამ შეხვედრას წინ უსწორებდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების საბჭო, სადაც კონკრეტული გადაწყვეტილება იქნა მიღებული და წლის ბოლომდე ძალაში უნდა შევიდეს სავიზო მიმოსვლის შეზღუდვა სამსახურეობრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. რაც შეეხება
თარგეტირებულ პერსონალურ სანქციებს ადამიანის უფლებების დარღვევების გამო და ეს კონკრეტულად ეხება მით აქციებზე მშვიდობიანი მოსახლეობის ჩვენი კოლეგა ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების და წარმომადგენლების ძალადობა ამასთან დაკავშირებით შეთანხმება არ მოხდა ორი ქვეყნის გამო, თუმცა დღეს კაია კალასმა აქ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამ თემაზე გაგრძელდება და გრძელდება მუშაობა, რადგანაც მისი აზრით მაინც უფრო მეტი ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული ევროკავშირის მხრიდან, რათა ეფექტი იყოს მოხდენილი და გარკვეული ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ გადადგა სწორედ იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ჩვენი მოსახლეობის უმეტესობას გააჩნია. თუ კი ვიმსჯელებთ გაკეთებული განცხადებებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთიანი გზავნილი არის ასეთი, რომ ევროკავშირის ლიდერები დაუშვებლად მიიჩნევენ ქართული ოცნების მხრიდან, აი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის თითქმის 80%-ის ნებას, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, აი ამ პროცესის გადადებას. და აქ ძალიან ღიად ითქვა, რომ ყველამ ზუსტად ისე გაიგო, როგორც ჩვენმა მოსახლეობამ ქართული ოცნების მხრიდან, რომ ეს პროცესი იქნა შეჩერებული. კი მართალია ისინი ამბობენ, რომ 2028 წლამდე შეჩერდა პროცესი, თუმცა ვინც იცის და თვალს ადევნებს საერთოდ როგორ ხდება ევროპული ინტეგრაცია, მერე უცებ 4 წლის მერე თქვა, რომ ჩვენ უბრუნდებით ამ პროცესს და აი უცებ ახლა ყველაფერს იმ არ ვიცი ძალიან ბევრ რეფორმას უცებ გავატარებთ და შემდეგ გაიხსნება მოლაპარაკებები და ამის შემდეგ უკვე კოპენჰაგენის კრიტერიუმებსაც ძალიან ჩქარჩქარა ჩვენ შევასრულებთ, რომ 2030-ში უკვე წევრები გავხდეთ, ნუ ამაზე ლაპარაკი ზედმეტი არის, რაც დღეს ლიდერების დონეზეც იქნა დადასტურებული, ისინი ერთხმათ ამბობენ, რომ ხელისუფლებას არც ერთ ქვეყანაში არ აქვს იმის უფლება, არ გაითვალისწინოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება და ამბობენ, რომ მათ ძალიან ადარდებს სწორედ ეს ვითარება, როდესაც მოსახლეობას სურს სხვა რაღაცა და ხელისუფლება დგამს საპირისპირო ნაბიჯებს. აქ დღეს შეხვედრაზე ასევე იყო ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ საკანონმდებლო ორგანოში სტრასბურგში სიტყვით გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი და რობერტა მეცოლამ თავისივე სიტყვაში საქართველოსაც ისაუბრა, მან ისაუბრა მომავალი წლის პრიორიტეტებზე, როგორც ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა და თქვა, რომ პრიორიტეტში იქნება იმ დანაპირების შესრულება და თვალყურის გადევნება, როგორ შეასრულებს აღმასრულებელი ორგანოები ევროკავშირის სწორედ გაცემულ დანაპირებს, რაც შეეხება ევროინტეგრაციას და ევროპაში გაწევრიანების და გაფართოების საკითხს და ძალიან ღიად თქვა მან, რომ აქ ყველას ესმის ბრიუსელში ქართველი ხალხის, ისინი მათ გვერდზე არიან და კარს არავინ მიუკეტავს მათ. რომ როგორც ჩანს, დახურულ კარს მიღმა ასევე ანუ ამ ძალადობების და აი ამ პასუხისმგებლობის პარალელურად საუბარი იქნება მაინც პოლიტიკურ ნაწილზეც, რადგანაც ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ესეთი რაღაცა თქვა, რომ სახეზეა გარე ქვეყნის ჩარევა პოლიტიკურ ცხოვრებაში და თუნდაც არჩევნებში და როგორც ჩანს, საუბარი პოლიტიკურ ნაწილზეც იქნება დახურულ კარს მიღმა, რაც თავისთავად ძალიან საინტერესოა და აი ხაზგასმა გარეძალის, გარე ქვეყნის ჩარევაზეც, რა კი ამაზე უკვე არის აი ეს საუბარი, ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე პროცესებზე ისაუბრობთ ახლა და სწორედ ამ კონტექსტში იქნებოდა ძალიან საინტერესო. ჩვენ ნახეთ, რომ სანქციების ამ პაკეტის შემოღებას მოყვა პასუხად საქართველოს თვითაღიარებული მთავრობის მიერ, ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძის მიერ, ტყუილი პირდაპირ რომ ვთქვათ, რომ ესპანეთმა, იტალიამ და უნგრეთმა თითქოს და თავი შეიკავეს ამ დიპლომატიური რუმინეთმა უკაცრავად ამ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის სანქციებთან შეერთებაზე. რეალურად ჩვენ ნახეთ, რომ საჯაროდ გაეცა ამ ყველაფერს პასუხი მალევე, თუმცა მეორეს მხრივ დახურულ კარს მიღმა, ანუ
იმ ფლანგზე, რომელიც საჯაროდ ფართო აუდიტორიისთვის არ არის ცნობილი, ალბათ ამით არ დასრულდებოდა ამ ტყუილის შეფასება. ეს მინდა ჩვენს აუდიტორიას მინდა უთხრათ, როგორ ფასდება ევროკავშირში პოლიტიკის, კულტურის მქონე საზოგადოებაში ასეთი ტიპის კომუნიკაცია და ტყუილები საკუთარ მოსახლეობასთან და პარტნიორებთან, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა, აქეთკენ ვილტვით და მათი სტანდარტი გვინდა. ამ მაგალითთან დაკავშირებით შემიძლია გავიხსენო ასევე ამგვარი სახის სიტუაცია, როდესაც ირაკლი კობახიძემ, ალბათ თქვენს კარგად გახსოვდა მაყურებელს, გააკეთა განცხადება, რომ ევროკომისარის მხრიდან იყო მუქარა სიცოცხლის ასე საფრთხესთან დაკავშირებით და სახელიც ითქვა ევროკომისრის, ეს იყო უნგრელი ევროკომისარი გაფართოების და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეი, რომელმაც თავის შემდეგ განცხადებაში თქვა, რომ საუბარი შედგა და კონტექსტი სხვა იყო ამ საუბრის და მე რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი. დახურულ კარს მიღმა და ასე არაფორმალურად ჩვენ მაგალითად არა მხოლოდ მე როგორც ქართველ ჟურნალისტს, ასევე ჩემ კოლეგებს უთხრეს, რომ შოკირებული იყვნენ მაშინ. ანუ მთელი კომისიის წარმომადგენლობა, მე არ ვიძახი თავად კომისარზე, მე მასთან არ მქონია კომუნიკაცია და არ იქნებოდა მართებული, რომ მისი სახელით რამე მეთქვა, მაგრამ მისი აპარატიდან, საგარეო უწყების აპარატიდან ასე არაფორმალურად ვერ დამალეს ის გაოგნება, რაც მოყვა აი ამ შემთხვევას. ასე რომ მე მგონი ლაპარაკი ზედმეტია, ვიფიქროთ იმაზე, რა გაცვლა-გამოცვლა ექნება დახურულ კარს მიღმა ლიდერებს, როდესაც უკვე ასე დახურულ კარს მიღმა კი არა, სამმა ქვეყნის საგარეო უწყებამ ღიად რამდენიმე საათში საპირისპირო განცხადება ოფიციალურ დონეზე გააკეთა, ეს ხომ არ იყო მედიაში გაჟონილი და იქედან გავრცელებული ოფიციალური განცხადებები იყო და კიდე ერთს დავამატებ, მეორე დღეს ირაკლი კობახიძემ კარგად გეცოდინებათ, ასევე აპელირება გააკეთა, რომ ქვეყნებიო კონკრეტულათო და ამ 5 ქვეყანას ლუქსემბურგიც დაუმატა, კაია კალასმა თქვა თავის გამოსვლაშიო. მე ვესწრებოდი ამ ბრიფინგს, კითხვაც კი დავსვი და აი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად მახსოვს, რომ მას საერთოდ ქვეყანა არ დაუსახელებია, არ დავიზარე, შევედი ოფიციალურ ვებ გვერდზე, სადაც არის ანუ გაშიფრული, დაწერილი ტექსტი. რა ილაპარაკა კაია კალასმა. ანუ შესავალში იყო მისი სიტყვა საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც საერთოდ ქვეყანას არ ასახელებს არც ერთს და ამბობს, რომ საუბარი შეეხებოდა სანქციებს, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღწეული. შემდეგ იყო ჩემი შეკითხვა და აი შეკითხვა იყო ამ კონტექსტში, რომ დააგრძელებთ თუ არა ნაბიჯების გადადგმა სანქციების გატარებასთან დაკავშირებით და იქნება თუ არა ეს დამოკიდებული საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. რადგან მან პასუხი გამცა, რომ კი აი ეს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე იყო გადაწყვეტილება, სანქციებზე ვერა და კი ქვეყნები ესე ამბობს, რამდენიმე ქვეყანა საუბრობდა, რომ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ანუ მან ის კი არ თქვა იმ კონტექსტში, რომ რამდენიმე ქვეყანა წინააღმდეგი იყო კონკრეტულად ამ სანქციებს, არამედ დახურულ კარს მიღმა იყო მსჯელობა, რომ საჭიროა ასევე თვალყური მიადევნონ, როგორ განვითარდება მოვლენები. და მესამე კითხვა დასვა ევრონიუსმა, სადაც კორესპონდენტმა კონკრეტულად დაასახელა 2 ქვეყანა, უნგრეთი და სლოვაკეთი. კაია კალასმა დაადასტურა უნგრეთის მხრიდან ვეტო და თქვა, რომ ალბათ ეს ბოლო ვეტო უნგრეთის მხრიდან საქართველოზე კი არა ზოგადად არ იქნება ბოლო და მას აქაც არ უთქვამს, რომ იცით სლოვაკეთის და უნგრეთის გარდა სხვა ქვეყნები კიდევ იყვნენ და ზოგადად აქაც იმსჯელა, რომ ქვეყნები მსჯელობენ, საერთოდ რა ვქნათ და შემდეგი ნაბიჯები როგორ გადავდგათ. მე ვარაუდობ, რომ დახურულ კარს მიღმა იყო მსჯელობა, რა თქმა უნდა და ალბათ ზოგ ქვეყანას უფრო მკაფიო პოზიცია ჰქონდა თუნდაც ამ პაკეტის მიმართ, ამ თარგეტირებული სანქციების მიმართ, ზოგიერთს უფრო მოზომილი პოზიცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებმა ვეტო დაადეს. ანუ აი მარტივად რო ახსნა მაყურებლისთვის, ზოგადად რა სიტუაცია იყო და დანამდვილებით კაია კალას ამ ბრიფინგზე სხვა მე ვერ მოვიძიე წყარო,
საერთოდ არ დაუსახელებია კონკრეტულად ქვეყნები. 2025 წლის გერმანიაში მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 82 წელია. დიდწილად სხვა ფაქტორებთან ერთად ამას ჯანდაცვის სისტემა განაპირობებს. სისტემა, რომელიც იგივენაირად არის განვითარებული პერიფერიებში, როგორც მსხვილ ქალაქებში. მაგალითად, მცირე ადმინისტრაციულ ცენტრებში შეუძლიათ 106 წლის ქალისთვის გულის წარმატებული ოპერაციის ჩატარება, ხოლო დრონს შეუძლია ქსოვილი საოპერაციოში მიიტანოს. ნამდვილი დროს ფილმი ჩვენს ეთერში. ვოლფჰაგენი. ამ მიწაზე ძმები გრიმები თავიანთ განთქმულ ზღაპრებს წერდნენ. ჰესენი, გერმანია, რასაც ახლა ვხედავთ, ზღაპარი არ არის. რეგიონალური მედიცინის შვეულმფრენი ყოველდღიური მორიგეობის შემდგომ ახლა მინდორში დაეშვება. არის თუ არა ზღაპარი, ცნობილი გერმანული ჯანდაცვის სისტემა. შევეცდებით ზუსტად აქ გავარკვიოთ. ძველებური პატარა, ქალაქის პატარა კლინიკაში. აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის სისტემა მოიფიქრეს და პირველად შემოიღეს ზუსტად რომ გერმანიაში ჯერ კიდევ 1893 წელს. სულ მცირე 3 მილიონი ევრო ღირს. სახელმწიფომ ყველაფერი დაფარა. ცოცხალი ჩანს. კი, მაგრამ ამის შეცვლა შეგვიძლია. 106 წლის ქალს გულის ოპერაცია აქ წარმატებით ჩაუტარეს. დრონს შეუძლია ქსოვილი საოპერაციოში მიიტანოს. დედაქალაქის კლინიკების ამბებიდან ამის გაგონებას მიჩვეულები ვართ, მაგრამ ეს პატარა პროვინციაა. ყველაფერი აუცილებელი გვაქვს, თითქმის ნებისმიერი შემთხვევისთვის. გერმანიაში ყოველ ადამიანს აქვს სამედიცინო დახმარებასთან წვდომა, შემოსავლების მიუხედავად. ისე აპყრობიან თითქოს და ნათესავი იყოს. მაგრამ ეს რა ღირს? როგორ იღებენ დახმარებას და რისთვის აკრიტიკებენ ყველაზე ლეგენდარულ სამედიცინო სისტემას? პაციენტი ხომ კომუნიზმს ელის. მას აქვს მოთხოვნილება, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს. ექიმები, პაციენტები, მრავალშვილიანი მიგრანტები მოგვიყვებიან, გვაჩვენებენ თუ როგორ მკურნალობენ ქვეყანაში, სადაც გაცხადებულია ღირებულება, ადამიანის ჯანმრთელობა. გერმანიაში ექიმთან მოხვედრის ორი ძირითადი ხერხი არსებობს. პირველი, როდესაც რამე გაწუხებს. ამ შემთხვევაში მედიცინასთან ურთიერთქმედება ოჯახის ექიმთან ვიზიტით იწყება. ანუ house arts-თან. სამუშაო დღე უკვე იწურება, ამიტომაც ვნახავ კიდევ რა არის ლაბორატორიაში გასაკეთებელი. კომპიუტერშიც ვნახავ. ლაბორატორიაში უკვე ვიყოჩაღე. ეს კი ჩემი კაბინეტია. ჩემი ულტრაბგერითი აპარატი. ეს კი დასამუხტია. აუცილებელია რომ იყოს გადაუდებელი დახმარების ნაკრები, რეანიმაციისა და დეფიბრილაციისთვის. საჭიროა რეგულარულად ვამოწმო. თუ გასაკერია, უპრობლემოდ. და ჩემი ძირითადი სამუშაო ადგილი ეს არის. ასეთი პრაქტიკა მაქვს. კვლევითი კაბინეტები, ერთი ულტრაბგერითი, ერთი ექოკარდიოგრამა. აქაც ვარ ხოლმე. ძალიან ხშირად და დიდი ხანი. პრაქსისი ეს არის ოჯახის ექიმის კაბინეტი, სადაც აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია რეანიმირება, ან მცირე ქირურგიის ჩატარება. ოჯახის ექიმი ლიდერი წარმოშობით ტომსკიდან არის. 96 წელს გერმანიაში სამედიცინოზე ჩააბარა. საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგი იყო. სასწრაფო დახმარებაში სიცოცხლეს გადაარჩენდა. ხშირად რომ ზუსტად house arts ძალიან აკრიტიკებენ. ის ხალხი, რომლებიც ევროპაში სხვა სამედიცინო ტრადიციებიდან გადავიდნენ. ჩაწერაზე დიდი მოლოდინის გამო სპეციალისტებთან მიმართ
მიმართვის აუჩქარებლობის გამო და სამწუთიანი მიღების გამო. მაშ ვინ არის ჰაუს არცი? პირველი ადამიანი, რომელიც ყველაფერს არგვევს და არის საერთო სამედიცინო მიმართულების სპეციალისტი. სიღრმე საკმარისია. სივრცე მაქსიმალური. თუ რაიმე მტკივა, ოჯახის ექიმთან მივდივარ. დიახ. უმალვე ნეიროქირურგთან წასვლა არ შემიძლია. არა. თუ პაციენტი ჯერ ოჯახის ექიმთან მივიდა და უთხრა, რომ ზურგი მტკივა, ოჯახის ექიმი ეუბნება, რომ ეს ასე ხდება ხოლმე. ნახოთ. თითქოს ყველაფერი რიგზეა. არაფერი გერთმევა. შეუკავებლობა არ გაწუხებს. საშიში არაფერია, შემოbrundit, აქ შებოჭელობაა, აქ გადაჭიმულობა. ახლა ოდნავ ამას და ამას გავაკეთებთ. იბუპროფენი. თუ არ გაგივლის, ერთ კვირაში მოდი. ერთ კვირაში მოდის, არაფერმა გამიარა. მაშინ კარგი, ნახოთ. ოდნავ ქაჩავს. გავაკეთოთ MRI. და რაღაც არ მომწონხარ. ამავდროულად უკვე კეთდება მიმართვა ნეიროქირურგთან. ანუ როდესაც დაკვირვება ჩაატარეთ, იქნება ახსნა სცადოთ. დავახარისხე, ანუ სისტემა, ჰაუს არცი საავადმყოფო კომპლექსი. რაში მდგომარეობს ამგვარი ურთიერთქმედების აზრი, რომელსაც პაციენტი გაივლის. საოპერაციოში ერთი წამი ღირს 1 ევრო. ანუ ყოველი წუთი არის 60 ევრო. დღეც და ღამეც. რა თქმა უნდა დაახლოებით. ანუ საავადმყოფოს ხარჯი. დიახ, ეს არის დაგეგმარება. ანუ ყოველთვის ამის გათვალისწინება გიწევთ. ხოლო და ამის გათვალისწინება გვიხდება. ადამიანის ჯანმრთელობა არა? როგორც ჩემი უფროსობა ამბობდა, ეს თავისთავად ასეა. ამისთვის გასწავლიდნენ. ბუნებრივია, მხოლოდ აქ არ ვზივარ, განაწილებასაც ვახდენ, ვმკურნალობ. ოღონდ ერთი მიზნით, რომ გადავამისამართო ნეიროქირურგთან, სპეციალისტთან, კარდიოლოგთან. პაციენტი იყო მოსული რაღაცაზე ეჭვით. და ეს იმ ადამიანის ეჭვი კი არ იქნება, რომელმაც ინტერნეტში რაღაც წაიკითხა, ან მეზობლის კითხვა. არამედ როდესაც ადამიანი უკვე ოჯახის ექიმისაგან მოდის, სადაც უკვე ყველაფერი უწერია, თუ რა და როდის ნახეს. პაციენტს ესა და ეს მისცეს, ესა და ეს გააკეთეს. ახლა იბოძეთ, ეს უკვე შენია. ახლა გვირჩიეთ, თუ რა გავაკეთოთ, თქვენო დიდებულებავ. ექიმი ლიდერი ახლა მორიგეობაზე მიდის, მეზობელ ქალაქში. მას მოგვიანებით დავუბრუნდებით. გერმანიაში საჭირო ექიმთან სწრაფად მოხვედრის მეორე ხერხია საგანგებო დახმარება. ავარია, დაცემა, მოტეხილობა, შეტევა, ცუდად ყოფნა. გადაუდებელის თანამშრომელს თავისი პროგრამა აქვს. პირველი დახმარების აღმოჩენისას შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ, თუ რომელ უახლოეს საავადმყოფოში არის საჭირო აღჭურვილობა, განყოფილება, ექიმი. ხოლო კლინიკას შეუძლია პაციენტის მიღებისთვის მოემზადოს, სანამ გადაჰყავთ. ანუ მაქსიმალურად სწრაფად. შოკური თერაპიის ოთახია. აქ ყველაფერი ყოველთვის მზად არის. ნებისმიერი შესაძლო კრიტიკული დახმარებისთვის. ყველაფერი აუცილებელი გვაქვს, თითქმის ნებისმიერი შემთხვევისთვის. ისეთი რამაც კი, რაც შეიძლება მხოლოდ 10 წელიწადში ერთხელ დაგჭირდეს. მაგალითად, გვაქვს მოწყობილობა, რომელიც მგონია, რომ არასდროს გამოგვიყენებია, მაგრამ ის საჭიროა, როდესაც ადამიანს ჰიპერძლიერი ალერგიული რეაქცია ემართება. სახის შეშუპება ისეთია, რომ სუნთქვა არ შეუძლია. ჩვენ კი დახმარება შეგვიძლია. ამის გამოყენება შეგვიძლია, მაგრამ სავარაუდოდ ეს მოწყობილობა კიდევ 1000 წელი არ დაგჭირდება. პატარა ქალაქ ვოლფჰაგენის სახელმწიფო საავადმყოფო.
Möchtest du eine neue Arterie vorbereiten? ანდრე რაუნი არის მთავარი ექიმი. Gut. Bis morgen. No, ich bin jetzt so. რა შესაძლებლობები გააჩნია პატარა პროვინციულ კლინიკას? Wir können კლინიკაში ყველაფერი ძირითადი შეგვიძლია. მოვიცავთ შიდა დაავადებებს, ქირურგიას, ორთოპედია, უროლოგია, გინეკოლოგია. გვაქვს ინტენსიური თერაპია, ხელოვნური ვენტილაცია, რეანიმაცია, ახალი რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, დიაგნოსტიკა. მხოლოდ დიდი ოპერაციები არ გვაქვს. ორგანოების ტრანსპლანტაცია და მშობიარობის მიღება. ჩვენი პატარა კლინიკის უპირატესობა იმაშია, რომ გვაქვს ისეთი პრაქტიკა, რომელიც ზუსტად აქ მოსახლეობისთვის ყოველდღიურად არის საჭირო. თუ რაიმე ახალი აღჭურვილობა გვჭირდება, მასზე მოთხოვნას ვაკეთებთ. სახელმწიფო უწყება მას გასცემს და ჩვენ ვიღებთ. დიახ, ზოგჯერ გინდა რომ ლამბორგინი გყავდეს, მაგრამ Volkswagen-ი გყავს. ჩვენი აღჭურვილობა Mercedes-ით არის. ძალიან კარგი Mercedes-ის საათნახევრით. კვლევა სისხლის გადასხმისთვის, ანტისხეულები, ასევე PCR ტესტებსაც ვაკეთებთ. können wir gleich filmen. But it's just small. Yeah, but it's bleeding all the time. Okay, thank you very much. Volkswagen-ი თავად გავს ზღაპრულ ნახატს. ფახვერკის შუა საუკუნოვანი სახლები, ჩუმი ქუჩები. მახლობლად 30 წუთის სამგზავრო მანძილზე მდებარეობს დიდი ქალაქი კასელი, სადაც არის ბევრი ძლიერი რეგიონული კლინიკა, ტრანსპლანტაცია, ნეიროქირურგია, ნებისმიერი პათოლოგიების მკურნალობა. მაგრამ ჯანდაცვის გერმანული სტანდარტის მიხედვით, რაიონული საავადმყოფო პაციენტთან ახლოს უნდა მდებარეობდეს. ამიტომაც Volkswagen-ის 14,000 მცხოვრებს ამგვარი კლინიკა საკუთარ ქალაქში აქვთ. ხაიკო ვაიერსხოიზერი აქ ცხოვრობს. არის საკრებულოს წევრი, ადგილობრივი პოლიტიკოსი და პენსიონერი. გერმანიის სამედიცინო დაზღვევის კომპანიაში ხაიკო 30 წელზე მეტია მუშაობდა. დაზღვევის სისტემის შესახებ ექსპერტულად მოგვიყვება. ახლახან მძიმე დაავადება თავადაც იმკურნალა. სიმსივნის მკურნალობის კურსი, ოპერაცია, სხივური თერაპია, ეგრეთ წოდებული იონურ თერაპიასთან ერთად, რომელიც მხოლოდ ჰაიდელბერგში და მარბურგში არის. სულ მცირე 3 მილიონი евро ღირს. სამედიცინო სალაროში ამგვარ შენატანს არასდროს გადავიხდი. ყველაფერი სახელმწიფომ დაფარა. 2017 წელს გერმანიაში კანონი მიიღეს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შესახებ. აქ სამედიცინო დაზღვევის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება. რაც არის მათი დაზღვევის სისტემის მთავარი განსაკუთრებულობა. ეს არის საკუთარი სისტემა, იმიტომ რომ ის ნამდვილად ადამიანებისთვის არის შექმნილი. ამიტომაც 1960-იანი წლებიდან არსებობს ეს საავადმყოფო. ამასთან ყურადღება მიაქციეთ ჩვენთანაც კი მულტიეროვნული კლინიკა. მკურნალობთ მრავალ ლტოლვილს, ავღანეთიდან, ირანიდან, ერაყიდან, უკრაინიდან. ყველა დაზღვეულია და ყველა იგივე დაცვით სტატუსს იღებს, რასაც მე. შენ რომ გერმანიაში გადასულიყავი, მაშინ უმალვე დაზღვეული იქნებოდი. ჩვენ გვაქვს სოციალური სისტემა. დაზღვევა. Das mal einen Moment wirken. 21 Minuten. Короче говоря, на самом деле она была тяжело. Так, то есть без видео я бы ничего не сделал. დიმიტრიც რუსეთიდან არის წარმოშობით. Сейчас одну секунду.
ანესთეზიოლოგი, რომელიც პატარა საავადმყოფომ რეგიონალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადაიბირა. После операции вообще ოპერაციის შემდგომ ძლიერი ტკივილები არის ხოლმე. здесь в регион, ну, как კისრის მიდამოში ნერვი გადის, интоскалинировать რომლის გაყუჩება ადგილობრივი ანესთეტიკით შეიძლება. mit lokalen Anästhetikern и რის ხარჯზეც შემიძლია შედარებით სუბუქი ნარკოზის გაკეთება. ახალი ტექნოლოგიაა და თუ ექიმმა ეს იცის, მე შემიძლია და ამას აქ მუდმივად ვაკეთებ, მაგრამ ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია. ოპერაციის დროს პაციენტის სიცოცხლე მისი პასუხისმგებლობაა. ასაკოვანი ქალი გუშინწინ ბაღში ყვავილების მორწყვის დროს ძლიერ დაეცა. უბედური შემთხვევის შემდგომ 2 დღე გავიდა და ახლა პროვინციულ კლინიკაში ხრის სახსრის პროთეზირებას უკეთებენ. ნიშნულობა არ აქვს, კერძოა თუ სახელმწიფო დაზღვევა. დიახ, ნიშნულობა არ აქვს. ყველაფერი სრულად ერთნაირია. დღეს როგორ ხართ? შესანიშნავად, თქვენ? Absolutely good because we're here. ჩვენთვის აქ პროთეზირება ჩვეულებრივი ყოველდღიური ოპერაციაა. ძვლების ოპერაციას ყოველდღე ვაკეთებთ. ართროზი, მუხლის სახსარი, დეგენერატიული დაავადებები. მხოლოდ ხერხემლის კისრის ნაწილში არ ვახდენთ ოპერირებას და თავში. პროთეზის სწრაფად მორგების საშუალება გვაქვს. მრავალი სხვადასხვა ელემენტი გავამზადეთ, რომელიც შემდგომ ინდივიდუალურად მოერგება. განსაკუთრებულ შემთხვევაში 24 საათში მივიღებთ განსაკუთრებულ პროთეზს. ვოლფჰაგენში კომპლექსური სამედიცინო დახმარება სახელმწიფო მომსახურებაა. ეს კლინიკა რეგიონში ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს ვართ და პაციენტებს სახლში ახლოს სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენთ. ექიმთან ხანგრძლივი მოგზაურობის გარეშე, რაც კლინიკასა და პაციენტებს შორის ხარისხიან კავშირს ქმნის. ხალხი აქ ერთმანეთს კარგად იცნობს. სკოლაში ერთად დავდიოდით. შესაძლოა ჩვენი ბავშვები ერთ საბავშვო ბაღში დადიან. საერთოდ აქ ძალიან რთულ ოპერაციასაც კი 60 თვეზე მეტი ხანი არავინ ელოდება. ასე გამოიყურება პროთეზი. 1 საათი მუშაობა და მხარი მზად არის. როგორ ჩაიარა? კარგად, ყველაფერი მზად არის. როდესაც აქ ჯერ კიდევ სამეანო იყო, მე აქ დავიბადე. აქვე გავიზარდე ვოლფჰაგენში. ჩრდილოეთ ჰესენს ძლიერ მიჯაჭვული ვარ. პროფესიული ამბიციები არ მქონდა. ექიმი გავხდი იმისათვის, რათა სიკეთე ვაკეთო იქ, სადაც ეს აუცილებელია. და ჩემს საქმეს ძალიან კარგად ვუმკლავდები. ჩვენ კარგ სამუშაოს ვაკეთებთ. ხოლო ბერლინში იქნება ეს თუ ვოლფჰაგენში, ჩემთვის სულ ერთია. პატარა ქალაქში ამგვარი კლინიკა რომ მუშაობდეს, გერმანიაში საავადმყოფო სალარო არსებობს. ყოველი მომუშავე მოქალაქე დამსაქმებელი სამედიცინო დაზღვევის რეგულარულ შენატანს აკეთებს. შენატანი ხელფასის ოდენობაზეა დამოკიდებული და რაც უფრო დიდია შემოსავალი, მით უფრო მაღალია შენატანი. ამით ღარიბებს ეხმარებიან. ყველა სადაზღვევო კომპანია სახელმწიფოა. დამატებით არის ფედერალური სუბსიდია. ამგვარად ეწყობა ჯანდაცვის ფონდი, საიდანაც დაზღვევა ანაზღაურებს საავადმყოფოს ექიმების მუშაობას თანადგომის მიდგომით. თავად სამედიცინო მომსახურება ყველასთვის ერთნაირია. ხოლო საავადმყოფოებისთვის თანხის განაწილება ხდება ფასების, ფიქსირებული ღირებულებით და ყოველ შემთხვევაში მკაცრად დასაბუთებით. ყოველი მანიპულაციის რთული ტარიფიკაცია იმდენად რთულია, რომ ყველაზე მეტად ზუსტად მას აკრიტიკებენ ექიმებიც და პაციენტებიც. ჩვენი მედიცინის პრობლემა არის ბიუროკრატია, როგორც ეროვნული განსაკუთრებულობა. ყველაფრის აღწერაა საჭირო, რაც ნიშნავს, რომ ექიმი უბრალოდ 2 საათიან ოპერაციას კი არ აკეთებს, ამის შემდგომ მაგიდასთან უნდა დაჯდეს და ჩაწეროს ყველაფერი ის, რაც გააკეთა. მიუხედავად ამისა არის ხარჯი, რომელიც ამ სისტემაში საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
მაგალითად, მოხუცთა თავშესაფრიდან ასაკოვანი პაციენტი მოჰყავთ, მუცლის ტკივილით. რის გამოც ტკივა უცნობია, ტარდება სრული გამოკვლევა, კატე, რენტგენი. შეიძლება ექიმმა ინტენსიური თერაპიაც ჩაატაროს. შემდგომ აღმოჩნდება, რომ პაციენტს უბრალოდ ნაღველის კოლიტი ჰქონდა. შედეგად კლინიკა იღებს ფულს მხოლოდ ნაღველის კოლიტის მკურნალობისთვის. სამედიცინო დახმარების სრული კურსი 6000 ევროს ღირებულებით. კლინიკა კი მხოლოდ 1400 ევროს მიიღებს, მხოლოდ კოლიტისთვის. ჩვენი საავადმყოფო ცდილობს ასეთი მიდგომის შენარჩუნებას, რომ მეტნაკლებად ხარჯთა რიცხვი ნულზე შეინარჩუნოს. ეს ნორმალურია. ეს ხდება იმის გამო, რომ საავადმყოფოს შემოსავალი ლოგიკურად ხარჯზე ნაკლებია. კოვიდის შემდგომ ნაკლები პაციენტია, რაც განპირობებულია ასევე იმით, რომ სადაზღვევო კომპანიები გერმანიაში ხარჯების მომატებას მნიშვნელოვანი დაყოვნებით იღებენ. როდესაც რაიმე ხარჯი იზრდება, ჩვენ როგორც საავადმყოფო ანაზღაურებას მხოლოდ 2-3 წელში ვიღებთ. მაგრამ წინასწარ ვაფინანსებთ. გაანგარიშებულია და დაგეგმილია, რომ ჩვენ კლინიკაში წელიწადში მენჯბარძაყის სახსრის 40 ოპერაცია უნდა გავაკეთოთ. სხვაგვარად არც ერთი არ იქნება ანაზღაურებული. დიახ, ეს სრულად სულელურია. თუ წლის ბოლოს მხოლოდ 39 ოპერაცია გაქვს გაკეთებული, მაშინ არც ერთი არ იქნება ანაზღაურებული. ამბობთ, რომ ეს არის საუკეთესო სისტემა, პარადოქსია. არა, პარადოქსი არ არის. ეს არის კაპიტალიზმი. სადაზღვევო სალაროს სურს ფულის დაზოგვა, სურს არამოთხოვნადი პატარა საავადმყოფოების დახურვა. თუ საავადმყოფოს ფინანსური სამკურნალო გეგმის შესრულების აუცილებლობის დასაბუთება არ შეუძლია, მას ხურავენ. ყოველ წელს კასელის რაიონული საბჭო კლინიკის ბიუჯეტს გადახედავს და გადაწყვეტს, გაგრძელდეს თუ არა დაფინანსება. ამგვარად ვოლფჰაგენში სამშობიარო დახურეს, ვინაიდან წელიწადში გაანგარიშებული 400 მშობიარობის ნაცვლად მხოლოდ 320 იყო. ხოლო რამდენიმე წლის წინ თავად ჰოსპიტალიც კინაღამ დახურეს. რამდენიმე წლის წინ ჰოლდინგი კომპანია, რომელიც ჩვენს კლინიკას ფლობდა, ფინანსურ სირთულეებში აღმოჩნდა და თქვა ვხურავთო. ჩვენ ქალაქის მცხოვრებლები ძლიერ შევეწინააღმდეგეთ. დიდი მიტინგი ჩავატარეთ. 1000 ადამიანის მონაწილეობით. ავაგროვეთ 22000 ხელმოწერა და რაიონულ საბჭოში გავგზავნეთ. ვუთხარით, არა. ჩვენ ქალაქში ეს საავადმყოფო გვჭირდება. ის უნდა გამოვისყიდოთ. ჩვენ მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები კი არა ვართ, არამედ თანასწორუფლებიანი. ამიტომაც ქალაქის ყველა პოლიტიკოსი, რომელიც კლინიკის დახურვის მომხრე იქნებოდა, უბრალოდ გადარჩეულები აღარ იქნებოდნენ. ეს არის დემოკრატია. შემდგომ კლინიკის სახელმწიფო ბალანსზე გადაყვანის აუცილებლობაში პოლიტიკოსების დარწმუნებაც მოვახერხეთ. გამოსასყიდი თანხა 7-დან 9 მილიონამდე იყო, ზუსტად არავინ იცის, რათა კლინიკა კვლავ რაიონის მცხოვრებლების საკუთრება გამხდარიყო. რა თქმა უნდა, აქაც კუნთებია. ძალიან დაძაბული. მოთელვას ვაკეთებ ხოლმე. გერმანული კლინიკები უკვე დიდი ხანია მრავალეროვნულია. არის პერსონალის უკმარისობა, რა დროსაც მედიკოსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროფესიაა. კუნთებთან საჭიროა მუშაობა. აუცილებელია მოდუნება და გამყარება. ინგა წარმოშობით უკრაინიდან არის. უკვე 20 წელზე მეტია აქ საყვარელი ფიზიოთერაპევტია. სახელმწიფო, ჩვეულებრივი დაზღვევით შეიძლება აქ ფიზიოთერაპიაზე სიარული. დიახ, მოდიხარ ოჯახის ექიმთან. ის გამოწარს ფიზიოთერაპიას, მაგალითად 6 ჯერ, როგორც უმეტეს შემთხვევაში. გადამისამართებას იღებთ ჩვენთან და მოდიხართ. მოდით, თქვენი დროის 3 წუთი დამრჩა. დრო თქვენთან ოქროს სადარად ითვლება. დიახ. ექიმთან ზუსტად 3 წუთი დაგვრჩა. კიდევ რამე მაჩვენეთ გეთაყვა. კარგი. Давайте, вот нам что важно? Нам важно вот здесь зайди мышцы, чтобы они были крепкие, чтобы мышцы были, да? Даже вот так каждое утро.
გერმანიაში დაზღვევის კერძო სახეობის არსებობის მიუხედავად, ცხოვრებთა 90%-მდე სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევას ირჩევს, რომელიც ვალდებულიც არის და ფარავს კიდეც ონკოდაავადების მკურნალობას, ინსულტს, ინფარქტს, ორგანოების ტრანსპლანტაციას, ნეიროქირურგიას და სხვა სერიოზულ დაავადებებს. ფარავს მკურნალობის, წამლების, აცრების, საავადმყოფოში ყოფნის, პროფილაქტიკის ხარჯებს, რა თქმა უნდა, რეაბილიტაციასაც. სტომატოლოგიაში პროფილაქტიკასა და მკურნალობას, კბილის პროთეზირებას, იმპლანტებს და ასე შემდეგ. 5 კილოგრამით შეიძლება დაწყება. თქვენთან მიმართვას დიდი ხანი უნდა ელოდო. დიახ, ახლა 1 თვე გამოდის. 1 თვე არც ისე ბევრია. მაშინ კარგი. ანუ 1 თვე უნდა დაელოდონ თქვენთან მოსახვედრად. 1 თვე თვენახევარი. ამ სავალდებულო დაზღვევით მოქალაქეს არა მხოლოდ უფასო მკურნალობის უფლება აქვს, ასევე კლინიკაში ბიოლოგიურად სუფთა საკვების, გემრიელის და მედდების ღიმილის. ეფექტი. Скажи привет. Эли, скажи привет. Привет, скажешь? У тебя такая коляска, как я, наверное, всю жизнь бы Смотри, мечтала. Эли. О, какой у тебя аппарат. Ой. Как они относятся уважение დიდი პატივისცემით ეპყრობიან გრძნობებს. არა როგორც ნივთს. к вещи. Вот მე ხომ მიჩვეული ვარ, მოხდი სამშობიაროში, გვეუბნებიან ესა და ეს გააკეთე. საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლება არ გაქვს. высказать свое мнение. კაცრად, ხისტად. დიახ. Как будто своему родному როგორც ახლობელ ადამიანს ისე ექცევიან მშობიარობის დროს. უვლიან, დასციცინებენ. ზღაპარია, ისე მეპყრობოდნენ, რომ ამას მხოლოდ ქალი თუ გაიგებს. Это только женщина может понять. Всякие 1000 გვარი წვრილმანის გათვალისწინებით. საოცრად მეპყრობოდნენ, უმაღლესი აღჭურვილობით. я представляю, არ მომედგინა რაღაც საშინელება, როგორც რუსეთში. აქ კი ყველაფერი ადამიანურია. ალექსეი და მარინა დავიდოვები რუსეთიდან ლტოლვილები არიან. 8 შვილის მშობლები, 5 არასრულწლოვანია. უფროსი ექიმის თანაშემწეზე სწავლობს. ერთად გადასვლის პროცესში არიან, ოფჰაგენიდან მეზობლად ახალსახლში. უმცროსი ქალიშვილი ელე უკვე აქ, დოიჩლანდში გაუჩნდათ. ელის დაბადებისას ჭიპლარი უმალვე არ მოაჭრეს. резали сразу. მე კი მიჩვეული ვიყავი, რომ უმალვე გადაჭრიდნენ, ბავშვს წაიყვანდნენ და თხოვნა გიხდება, რომ ბავშვს აკოცო. აქ კი ჭიპლარით დამიწვინეს. შემდგომ მოაჭრეს. მითხრეს, თუ გინდათ მაგრატელს გაგატანთო, რომლითაც ჭიპლარი გადაჭრეს. ასეთი კითხვების გამო უბრალოდ ვიბნეოდი. ჩემთვის უბრალოდ პრინციპული იყო, რომ ჩემი უსისხლო медиცინის პოზიცია გაეთვალისწინებინათ. ამის გამო ყოველთვის თავის ტკივილი გვქონდა. ზოგჯერ იურისტის წაყვანა გვიხდებოდა საკუთარი პოზიციის დასაცავად. აქ კი ყოველგვარი განცდების გარეშე ეს არის შენი უფლება და მორჩა. ამიტომაც ძალიან ადვილად დაიბადა. სრულად განსხვავებული ბავშვია. გეჩვენება, რომ ბავშვიც სხვანაირია. აღმოჩნდა, რომ როდესაც მშობიარობა ადვილია, სწორია, როდესაც ყველაფერს სწორად აკეთებენ, როგორც უნდა იყოს, ბავშვი განსხვავებულია. მას ის სტრესი არა აქვს. შეუძლია თუ არა აქ ბავშვიან პაციენტს, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს გადაუდებელი დახმარება. უბრალოდ საავადმყოფოში მიიყვანოს და უთხრას. კლინიკაში მისვლისას იქ არის ადგილი, სადაც იღებენ როგორც გადაუდებელი დახმარების დროს.
იქაც არის რიგი, მაგრამ როდესაც მიხვალ შეხედავენ, თუ ბავშვი სისხლიანია, მას რა თქმა უნდა სწრაფად წაიყვანენ, ვიდრე იმ ბავშვს, რომელსაც არ ეტყობა, აქვს თუ არა რაიმე მოტეხილობა. მაშინ ცოცხალი რიგით მიდის. მაგრამ ეს შესაძლებლობა არის. Тогда, конечно, по очереди живой проходишь дальше. Но возможность это есть, да, в каждой клинике. კურნალობის გარეშე არ დარჩება, არა. Нет, не останется. თოლსა და უამინდობაში მიიწევ. ისეთი მონაცემია, რომ ადამიანი ცუდად სუნთქავს. ფიქრობ, უნდა ვნახო, იქნება საავადმყოფოში უნდა გავგზავნო, ან კიდევ რამე. ადიხარ ლიფტის გარეშე მეხუთე სართულზე. ეკითხები რა მოხდა. დიდი ხნის წინ მოხდა, იმ კვირას. გრძნობ, რომ დაძაბულობა იმატებს. დიახ, გასაგებია. ახლა რა მოხდა? ახლა ხელი ამტკივდა, მანამდეც სხვა რაღაც იყო. ოჯახის ექიმებს მორიგეობის განრიგიც აქვთ რეგიონების მიხედვით. პრაქსისი მუშაობს ყოველდღე 22 საათამდე და ღამის მიღებაც არის. ეს იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც პრობლემები აქვთ და ექიმთან მიმართვა ვერ მოასწრეს, ან ექიმია შორს, ან სხვა მიზეზით. გერმანიაში ფეოდალური დაქსაქსულობის გამო, რომელიც ახლა ფედერალური დაქსაქსულობაა, რაღაც ცენტრში ჩათრევის ტრადიცია არ არსებობს. რა თქმა უნდა, არის დიდი ცენტრები, მაგრამ ისინი გერმანიაში მიმოფანტულია. მაგალითად, ბერგიშ გლადბახში შესანიშნავი კარდიოლოგი არის. ვინაიდან ვინც კიოლნსა და ბონში სწავლობდნენ კარდიოლოგიაზე, კარდიოქირურგიაზე, მათ უბრალოდ თქვეს, კიოლნში ცხოვრება არ მინდა. ძალიან ხმაურიანია. ამიტომაც ბერგიშ გლადბახში ვიცხოვრებ. იქაც ყველაფერი კარგად არის. ამასთან იქაც ნორმალური ანაზღაურება ექნებათ, როგორც ექიმებს. ოპერაციებს ჩაატარებენ. რა მნიშვნელობა აქვს ხელფასს, როცა არის ტარიფი? აი რაშია განსაკუთრებულობა. გასაკვირი არაფერია, თუ რომელიმე საუკეთესო სპეციალისტი პატარა საავადმყოფოში იქნება. მივედით, მანქანას ვაჩერებთ. ეს უკვე კლინიკაა. დანარჩენ დღეს აქ გაატარებ. დიახ. წითელი ჯვრის ყოფილ სამაშველო სადგურში ხანძარია. შიგნით 7 ადამიანია, ბავშვები. პატარა ძველებურ ქალაქ ვოლფჰაგენში სამაშველო სამსახურების ყოველწლიური სწავლება ტარდება. გონია, რომ სწავლებისთვის ქალაქში არსებული ყველა ტექნიკა მოიყვანეს. მაგრამ ყველაზე მეტად შთაბეჭდილება ამან არ მოახდინა. უკვე მას შემდეგ, რაც ყველა გადაარჩინეს, რამდენიმე საათი ექიმები და მათი ყველა პოტენციური პაციენტი, ანუ ქალაქის მცხოვრები, ასე ატარებდნენ დროს ურთიერთობაში, წითელი ჯვრის ავტოფარეხში. დეკემბერში გერმანიაში ექიმთა პროფკავშირების გაფიცვა ჩატარდა, რომელშიც ლეგენდარული საუნივერსიტეტო კლინიკის შერიტეს ექიმებიც კი მონაწილეობდნენ. პროფკავშირი ხელფასის მატებას ითხოვდა არანაკლებ 500 ევროთი.
ფედერალური ხელისუფლება საავადმყოფოს დახმარების ძირეულ გადაწყობას გეგმავს, რათა კლინიკები პაციენტების რაოდენობაზე ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული. დაავადების იერარქია, ყველას მოთხოვნის მიხედვით, პროფილაქტიკური მიდგომა. ჯანდაცვის ამ სისტემასაც კი თავად გერმანელები აკრიტიკებენ, გადააფასებენ და დრო-და-დრო რეფორმირებას ახდენენ. საერთოდ, რა ფასეულობა გააჩნია ამ სამედიცინო სისტემას გერმანიაში? ცადოთ გამოვყოთ. უბრალოდ ძალიან ღრმად შეტობეთ. უფსკრულში ჩააბიჯეთ. ო, ახლა ვცდილობ როგორ აღწერო ეს უფსკრული. ერთხელ საავადმყოფოში, სადაც მუშაობდი, უფროსთან და კომერციულ დირექტორთან ერთად ვიჯექი. დღესასწაულზე, ზომერფესტზე ვიჯექით, ლუდით. კომერციულ დირექტორს მივუბრუნდი, ვინაიდან ყველაფერი დემოკრატიულად და კარგად იყო, ვუთხარი. მისმინეთ, ახლა ხან ვიფიქრე, უფროსმა უკვე ალმაცერად გადმომხედა. მან რაღაც იფიქრაო, მიჯიკა. ვუთხარი, იცით რა, სამუშაო თქვენი რთულია. წარმოიდგინეთ, პაციენტი ხომ კომუნიზმს ელის. რა კომუნიზმსო გაიკვირვა? პაციენტი მოვიდა, მას აქვს მოთხოვნა, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს. ან ის მოაგორეს. მისი მოთხოვნა არის ცხოვრება, მურჩა. და ეს უნდა გაკეთდეს. ყველა არსებული ხერხით. არსებულ დროში. არ შეგიძლია თქვა სასადილო შესვენება. არ სუნთქავს, კარგი, რამე მიარჭეთ და ახლავე მოვალ, ან კოლეგა მოვა. ასეთი რამ ხომ არ არსებობს. კინოში ხომ ხედავთ ხოლმე, კარი იღება, emergency room-ი მოქმედებაშია. არავინ ხომ არ აცხადებს პაციენტს, ბუნდესტაგის დეპუტატი ან მაწანწალა. შემოაგორებენ და ამბობენ, პაციენტი კაცი, კანის ფერს, თუ მედიკამენტის დოზირებისთვის აქვს მნიშვნელობა და მორჩა. ადამიანი და მას აქვს კომუნისტური მოთხოვნა, იცხოვროს, იყოს ჯანმრთელი და მორჩა. და წინ გააკეთე მედიკამენტი 20,000 ევროდ, მედიკამენტი 3 ევროდ, შპრიცი 1 ცენტად, გააკეთე. ის მოვიდა, ან მოიყვანეს. და შენ ყველაფერი, რაც არის, მთელი ძალით, სრული დროით მისთვის ყველაფერს აკეთებ ამ მომენტში. ეს ხომ კომუნიზმია. ყველას მოთხოვნების მიხედვით უნდა ჰქონდეს, მას კი ცხოვრების მოთხოვნა აქვს. ის ეჭვით მეთანხმება, უფროსი კვლავ მირტყამს. დაფინანსება როგორი გვაქვს? დაფინანსება ხომ სოციალისტურია, მუშაობ და ნაწილს გასცემ. არ მუშაობ, არაფერს აძლევ. ან ბავშვი ხარ, არ მუშაობ და არაფერს გასცემ. შენმა მშობლებმა გასცენ. ანუ, მოსაკრებელი ყველასგან, სოციალიზმია, მოკრიბეს და რაღაცას აკეთებენ. გარეთ კი კაპიტალიზმი გვაქვს. საჭიროა ყველაფრის შეძენა, მოწყობა, აშენება, მოლაპარაკება. და ყველაფერი ეს უნდა შევათავსოთ. კომუნიზმი, სოციალიზმი და კაპიტალიზმი, რათა შედეგი მივიღოთ. ამიტომაც, რომელი მხრიდანაც შეხედავ, იმას დაინახ. 2024 წლის გერმანიაში მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 82 წელი. გერმანელების თითქმის 60% ჯანმრთელობით კმაყოფილია. ამგვარად, ეს საფუძველი, ღირებულება ცხადში ხორციელდება. სათვალე დასრულებულია, შევხვდებით ერთ კვირაში. დროებით.